შეიძლება ითქვას, რომ პრინციპში ეს დოკუმენტი წარმოადგენს გარკვეულწილად იმ მანიფესტაციას, იმ საგარეო პოლიტიკური ხედვების, რასაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია თეთრი სახლში მოსვლის დღიდან, ასე ვთქვათ, საერთაშორისო არენაზე ცდილობს, რომ დაამკვიდროს. ეს გარკვეულწილად არის თანამედროვე გეოპოლიტიკური ცვლილებების ასახვა და ამერიკის ინტერესებისა და ამერიკის საგარეო პოლიტიკური ხედვების ახალი, ასე ვთქვათ, მანიფესტაცია. პირველ რიგში ეს გულისხმობს იმას, რომ დასრულდა ამ დოკუმენტი ფაქტობრივად ამტკიცებს ამერიკის შეერთებული შტატები, რომ დღეს მსოფლიო შედის მრავალპოლარულ, ასე ვთქვათ, სამყაროში და წინა პლანზე გამოდის ეროვნული ინტერესები ქვეყნების, რომ სახელმწიფოებთან შორისო ურთიერთობები არის წინა პლანზე, ის რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პირველ რიგში თავის სასიცოცხლო ინტერესებზე უნდა ისაუბროს და მოახდინოს კონცენტრაცია, რომ მისი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მიმართულება, ეკონომიკური აღმშენებლობა, ინდუსტრიალიზაცია, რომ საზღვრის დაცვის საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ევროპამ უნდა თავის თავზე აიღოს უსაფრთხოება მის კონტინენტზე მომდინარე საფრთხეებთან დაკავშირებით და ისიც ძალიან მნიშვნელოვანი არის ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ამ დოკუმენტის მიხედვით ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სტრატეგიული, ასე ვთქვათ, მიმართულება იქნება დასავლეთ ნახევარსფერო და ის იქნება მისი სტრატეგიული ინიციატივების უმთავრესი არეალი. ანუ ფაქტობრივად ამ დოკუმენტით ჩვენ გვეუბნება თეთრი სახლი, რომ დღეს სამყაროში ბრუნდება საერთაშორისო ურთიერთობებში რეგიონალიზაცია და ესე ვთქვათ დიდი სახელმწიფოთა შორისი კონკურენცია და გარკვეულწილად ასეთი მიდგომები ქმნის იმის რისკს, რომ ამ პოლიტიკის რეალიზაციის შედეგად საერთაშორისო სისტემაში გავლენის ზონები დაბრუნება ამა თუ იმ სახელმწიფოების, ამის მაღალი რისკია, ვინაიდან თუ შენ ამბობ, რომ ისეთ აგრესიულ სახელმწიფოსთან, როგორც რუსეთი არის, უნდა სტრატეგიული დიალოგი დაიწყოს, სტრატეგიული სტაბილიზაცია დაიწყო ურთიერთობების, ეს ბუნებრივად თავის თავში მოიცავს რუსეთის ინტერესების გათვალისწინებას. და რუსეთის დეკლარირებული ინტერესები ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, ხო, ბოლო პერიოდში რა არის. ეს არის მათ შორის ნატოს გაფართოების შეჩერება, რაზეც ასევე არის ჩანაწერში საუბარი, ეს არის გარკვეულ გეოგრაფიაზე უახლოეს სამეზობლოზე რუსული ინტერესების გათვალისწინება და ასე შემდეგ, მთელი რიგი საკითხები. ფაქტობრივად ჩვენ შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ ამ დოკუმენტით სამყარო ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში შეაბიჯებს. დიახ, და რომ დავაზუსტოთ უბრალოდ დოკუმენტის გამოქვეყნების შემდეგ, მათ შორის თქვენც ჰქონდა თუ არ ცდები Facebook-ზე მსგავსი შინაარსის პოსტი, არაერთმა ანალიტიკოსმა ისაუბრა მოკლედ იმის თაობაზე, რომ ასეთი რიტორიკა და ძალთა ბალანსის გადანაცვლება შესაძლოა იქცეს დიდი სამხედრო ესკალაციის წინაპირობად. თქვენ რას გვეტყვით ამის თაობაზე, რეალურია თუ არა დიდი ომის საფრთხე სწორედ აი ამ ახალი სტრატეგიის ფონზე? იცით, თუ ჩვენ გავითვალისწინებთ იმ განწყობებს, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ამ დოკუმენტში არის, ერთი მხრივ ეს მიმართულია სულისკვეთება ამ დოკუმენტს იმისკენ, რომ თითქოს დიდი ომები აღარ მოხდეს და ეს იმ სახელმწიფოებთან, რომელნაც შეიძლება პირველ რიგში იყვნენ დაინტერესებული საერთაშორისო წესრიგის გადაწერით, გარკვეულწილად შეკავების მექანიზმები შემუშავდეს, შეკავების მექანიზმები ამუშავდეს და ამის ხარჯზე მოხდეს, ასე ვთქვათ, სიტუაციის დეესკალაცია. იგივე ჩინეთთან მიმართებაში სალსახად არის საუბარი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი არ არის ესკალაცია, მათ შორის ტაივანის საკითხის რიგით, არამედ ისეთი სამხედრო ძლიერების, ისეთი ეკონომიკური ძლიერების მიღწევა, რაც ვთქვათ, სხვა აქტორებს აიძულებს იმას, რომ არ მოხდეს დიდი ესკალაციები, მაგრამ ბუნებრივია, როდესაც ჩვენ საუბრობთ პლანეტარულ მასშტაბზე და საერთაშორისო პოლიტიკის რეგიონალიზაციაზე, აქ ამა თუ იმ აქტორის მხრიდან გარკვეული აგრესიული ნაბიჯების გამორიცხვა შეუძლებელი არის. ამ მომენტისთვის დიდი ომის რისკი ჯერჯერობით ესეთი მაღალი არ არის, თუმცა საერთო ჯამში ეს დოკუმენტიც იმას აჩვენებს, რომ საერთაშორისო პოლიტიკა გარკვეული, ესე ვთქვათ, ბუნდოვანების პერიოდში შეაბიჯებს უახლოეს პერიოდში და აქ ცალსახად რაღაცა დაბეჯითებით საუბარი მაღალი სამხედრო ესკალაციების რისკების შესახებ ძალიან ძნელი იქნება ამაზე საუბარი. თავარი ბუნებრივად დღეს უკრაინის ირგვლივ არსებული სიტუაცია არის ის თუ როგორ გადაწყდება ეს ომი და როგორ დამთავრდება, როგორ დამყარდება ახალი მშვიდობა და რა ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურას მივიღეთ
ჩვენ ამ ომის დასრულების შემდგომ ეს დიდწილად განაპირობებს შემდგომ მოვლენებს დედამიწის სხვადასხვა ასე ვთქვათ წერტილებში. ჩვენ იმასაც ვხედავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ დოკუმენტში ნახსენებია დონალდ ტრამპის ასე ვთქვათ ღვაწლი ომების და კონფლიქტების დასრულების თვალსაზრისით და იქ მათ შორის ერთ-ერთი მაგალითია კამბოჯასა და ტაილანდს შორის მოყვანილი კონფლიქტი, დღეს ცნობილი გახდა, რომ ეს ომი განახლდა, ტაილანდმა დაიწყო სამხედრო მოქმედებები, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ესე ცალსახად დამაჯერებლად საუბარი, რომ ასეთ სოფლიო წესრიგში შეკავება იქნება ამერიკის მხრიდან უეჭველად წარმატებული სტრატეგია, ამაზე საუბარი ხელაღებით იქნება რთული. ასევე ცალკე უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ დოკუმენტი ევროპის მიმართ საკმაოდ კრიტიკულია, ხო? მართალია ვთქვათ, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით კონტინენტმა მეტად აიღო პასუხისმგებლობა თუნდაც რუსეთის ომზე უკრაინაში და მეტიც გაიღო პრინციპში, ხო, კიევისთვის, თუმცა როგორც ჩანს, ეს არასაკმარისი აღმოჩნდა მაინც ტრამპის ადმინისტრაციისთვის და აქვე ისვის მოწოდებაც იმის თაობაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უნდა ეცადოს, რომ ევროპამ კურსი შეცვალოს. როგორ უნდა აღიქვან აი ესეთი ხისტი გზავნილები ევროპულმა სახელმწიფოებმა და სინამდვილეში რას ემსახურება თქვენი შეფასებით ამ ტიპის რიტორიკა? ყველაზე მინიმუმ ცალსახარო ამერიკის შეერთებული შტატების ძალისხმევა ევროპის კონტინენტზე იქნება შემცირებული. ეს არ გამორიცხავს მათ შორის მომავალში იმასაც, რომ კიდევ უფრო მკვეთრი ნაბიჯები გადადგას, თქვათ, ევროპასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატებმა. დოკუმენტში პირდაპირ არის საუბარი, რომ ევროპა თითქოს და ასე ვთქვათ, დაშორებულია თავის აი წარსულის ცივილიზაციურ ასე ვთქვათ არსებობას და მას მნიშვნელოვანი საფრთხეები ელოდება მომავალში, რამაც შეიძლება ტრადიციული ევროპა ასე ვთქვათ გადააგვაროს და ახლობით აი ესეთი სულისკვეთებით არის საუბარი და იქ იმედია ასე ვთქვათ იმედსაც გამოთქვას ვაშინგტონი, რომ გარკვეული ძალების აქტივობის შედეგად შესაძლებელი იქნება ევროპა დაუბრუნდეს რაღაცა ძველ ტრადიციულ ისტორიულ რელსებზე დაბრუნდეს, თუ შეიძლება ასე ითქვას და აქ სავარაუდოდ საუბარი არის ულტრამემარჯვენე ძალების აღზევებაზე ევროპაში, რომლის მიმართაც სენტიმენტები დადებითი ჩვენ ვიცით, რომ ტრამპის ადმინისტრაციას გააჩნია და შეგვიძლია გავიხსენოთ იგივე JD Vance-ის თქვათ იგივე მიუნხენის კონფერენციაზე გამოსვლა ან თუნდაც ელონ მასკის ადმინისტრაციაში ყოფნის პერიოდში გაკეთებული განცხადებები იგივე გერმანიაში ულტრამემარჯვენე AfD-ს პარტიის მხარდასაჭერად. საერთო ჯამში ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ევროპისთვისაც ამერიკა იმ ტრადიციული გაგებით, პარტნიორობის გაგებით, რომელიც აქამდე არსებობს, სავარაუდოდ აღარ იქნება. მიუხედავად ბუნებრივია, არავინ არ იცის ახლა გაგრძელდება თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების ეს მიდგომები, თქვათ 3 წელს მერე, როდესაც ახალი არჩევნები იქნება. მაგრამ ყოველ შემთხვევაში უახლესი წლების განმავლობაში ჩვენ როგორც ჩანს აი აქამდე არსებული ტრადიციული ალიანსებისა და პოლიტიკური კავშირების მნიშვნელოვან გადახედვას მოვესწრებით მათ შორის ევროპულ-ამერიკულ ურთიერთობებში. და ბოლოს იმას თუ როგორ აისახება დოკუმენტი საქართველოზე, რამდენიმე დღეა საკმაოდ აქტიურად განიხილავენ თბილისშიც, ხო? რა გამოწვევებსა და შესაძლებლობებს აჩენს ეს ახალი მოცემულობა საქართველოსთვის ამ შემთხვევაში? სამყარო, რომელსაც გვთავაზობს და რომელსაც ეს დოკუმენტი აღწერს, ეს არის დიდი და ძლიერი სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკის, ასე ვთქვათ, დაბრუნება და მათი ცენტრალურობა საერთაშორისო პოლიტიკაში, რაც თავისი არსით შეიძლება გარკვეულწილად მე-19 საუკუნეში არსებულ რეალობას მოგვაგონებდეს, ნებისმიერი მცირე სახელმწიფოსათვის, მათ შორის საქართველოსათვის, რომელიც ისეთ სულ გეოგრაფიულ ასე ვთქვათ, პირობებში და არეალში იმყოფება საფრთხების თვალსაზრისით, როგორც საქართველო, ეს განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, მნიშვნელობის მატარებელი იქნება, იმიტომ რომ მცირე სახელმწიფოების რისკები და საფრთხეები ასეთ საერთაშორისო წესრიგში ერთიორად მატულობს, როდესაც წამყვანი ხდება არა ღირებულებები, არამედ სუბთათი ინტერესები და მე იმასაც დავამატებდი, რომ დოკუმენტის მიღმა, მაგალითად, ამ დოკუმენტის გამოქვეყნებიდან ორ დღეში ომის მდივანმა ჰექსეტმა რეიგანის სახელობის ფორუმზე გამოსვლისას პირდაპირ თქვა, რომ დღეს საერთაშორისო ურთიერთობებში ღირებულებების ეკოფა დასრულდა და ყველაფერი უნდა იყოს, ასე ვთქვათ, რეალურ ინტერესებზე მიმართული. ასეთი გარემო ჩვენ მიგვანიშნებს იმაზე, რომ მათ შორის ჩვენ საქართველოში ყველა არა მარტო ვთქვათ ექსპერტების დონეზე პოლიტიკურმა პარტიებმა, სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორებმა სერიოზულად უნდა გადავიაზროთ
ის საკითხი თუ რა რეალობაში, რა სამყაროში მოგვიწევს უახლოეს წლებში არსებობა და როგორ უზრუნველყოთ ჩვენი საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა აი ესეთ პირობებში და ის რაც დღეს ცალსახად შეიძლება ითქვას, ის რაც დღეს საქართველოში ხდება, ბუნებრივია ამას არანაირად ხელს არ უწყობს ის დაპირისპირება, თქვენ მე ესე ვიტყოდი, რომ ის პოლარიზაცია რაც სახელმწიფოში გვაქვს, რაც საზოგადოებაში გვაქვს, ფაქტობრივად ერთიორად თავის მხრივ ზრდის იმ რისკებს, რომ უბრალოდ ქვეყანა მოუმზადებელი აღმოჩნდეს იმ ახალი გამოწვევებისთვის და იმ ახალი რეალობისთვის, რომელიც ჩვენს გარშემო ყალიბდება. ამიტომ ერთ-ერთი მთავარი რაც უნდა გაკვეთილი მივიღოთ ამ დოკუმენტიდან და საერთოდ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან ის რომ ძველი პარადიგმები იცვლება, ძველი პარადიგმები აღარ იქნება ეფექტური, არ იმუშავებს და ჩვენც უნდა ფეხი აუწყოთ მსოფლიოს აი ამ თანამედროვე დინამიკას.